თავდაჯერებული მოდის 29 წლის გიორგი, ის ჩამოყალიბებული მომღერალი და არტისტია. ნეტა რასელის ახალი ხმისგან. მამა იყო მუსიკოსი, ბასისტი, სოლო გიტარაზეც უკრავდა, მომღერალი არაჩვეულებრივი. და ერთად მუშაობდნენ, ერთად მღეროდნენ დედაჩემი და მამაჩემი სცენაზე და იქ გაიცნეს ერთმანეთი. ჰყავს და-ძმა, 3 ძმა და 1 და მე უფროსი ვარ. 14 წლის ასაკში გარდამეცვალა მამა და აქედან გამომდინარე მომიწია მუშაობა იმისთვის, რომ ოჯახი რაღაცა მერჩინა. 14 წლის ასაკში მუშაობის დაწყება გამიჭირდა, ჯერ ძნელი იყო და 90-იანი წლები იყო და რაღაცა ჭირდა მართლა სამუშაო მით უმეტეს 14 წლისთვის. მერე რაღაც 1-2 კაპიკი რო ვიშოვე, უკვე 14 წლის ასაკში ასე თუ ისე მაინც ისეთი მომენტია, რომ 1-2 კაპიკი რო გიდევს ჯიბეში, უკვე კაცი გონია თავი და რაღაც. და უფრო რაღაც სტიმული მომეცა იმისთვის, რომ მემუშაო უფრო მეტი და მეტი, რომ რაღაცა გამეკეთებინა. მოვხვდი უკვე ნენა ალექსანდრე ბასილეას კვინტეტში. თავიდან ეს კვინტეტი სექსტეტი იყო და მე არ გამოვიდა რაღაცა და დაიშალა. მე წავედი მოსკოვში, ცხოვრობდი, მუშაობდი კნიაზ ბაგრატიონში, რესტორანი იყო. მშვენივრად გრძნობდი თავს. ხელფასიც კარგი მქონდა და კარგათაც მუშაობდი, მაგრამ პატარა შემოთავაზებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სრობლივ მიწა-წყალზე ყოფილიყავი და გამეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე. და ვფიქრობ, რომ რაღაც ახალი შემართებით კიდევ ჩემი ძალები ვცადო. ახალი ხმით მე მინდა მივაღწიო ჩემს მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო და მივაღწიო რაღაცას ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ღირებულს რა. და მინდა რომ რაღაცა გავაკეთო პირველ რიგში ჩემი მომავლისთვის, რავი, საქართველოსთვის, რომ აი ჩემ შვილმა და შვილიშვილმა რომ იამაყოს ჩემით. რაგინა სულ ტელევიზორში უნდა იყო დუტა ხარგაც. Yesterday all my troubles seem so far away, and now it looks into the here to stay. Oh, I believe in yesterday. Suddenly I'm not here to matter you. There's a shadow here over me. Oh, yesterday, then suddenly, why she have to go, I don't know. She won't say. I said I must have done something wrong. Now I long for yesterday. Love was such an easy game to play. Now I need a place to hide away. Yesterday, I believe in yesterday. Bravo. გამარჯობა რა ქვია. ცანი. რა. გამარჯობოთ. რამდენ ბაჭკას ეწევით სიგარეტს? დაახლოებით 1-2. არა, ეგ არ ვარგა, სიგარეტს საერთოდ არ ვარგა, ეხლა არ ჩამითვალე რეკლამაში. ფანტასტიკური იყო და ყველაფერი იყო, იცი?
ერთად ჩადებული ამაში, რაც მოგვისმენია ვერსიები. ოღონდ შენი იყო, რა თქმა უნდა. და ხო, მაგრამ იცი რა არის? მარტო მე დავაჭირი, არ ვიცი. მაშინ ბევრს არ გელაპარაკები და მთელი სიმღერა მინდა რომ დამეჭირა და ბოლოს ისე ვინანე რომ უთხარი ძალიან კარგი იცი რა იყო ვერსიები აი შენი იმპროვიზაცია იყო კარგი რა შენ შესრულებაში და განსხვავებული ესეთი კარგი ტემბრი გაქვს მომეწონა ძალიან მე აიმიტომ დავაჭირე და ვფიქრობ გავუგებთ ერთმანეთს მე მინდა რომ გითხრა ერთი სიტყვა აუცილებლად შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ იცი და უნდა გავიმართლო თავი რატომაც არ დავაჭირე. არ დავაჭირე იმიტომ რომ რაღაც კუთხით ჩემ გუნდში აი ცნობადი ის უკვე რო იცის საზოგადოება ისეთი ხალხი დაგროვდა ერთი ეგ და მეორე მომბეს და რო სულ მერავი მიგებს ხოლმე და მარხავს ხოლმე. აი ამიტომ არ დავაჭირე. მოგილოცო? გაიყარე. ემოციალი. საერთოდ ფეხბურთელების გულს ვაკეთებ, და მოს უბიჭები არა. ეს ჩარე. რამდენი გასწრებს? აგენაღლება. ძაშვიდან ათმობი. და მე. გილოცო. ისევ შევხვდით ერთმანეთს. მაშინ წამიგაგე. კარგი ინგზეც ნახავ. კიდე შევხვდები და გილოცო, ციგარი. აი. გილოცო, ციგარი. კონკურსზე გადიხარ უნდა იმდენ რომ ესე. ნუ უნდა აგრძნობინო რომ მე შემიძლია ყველაფერი